გამარჯობა, მეგობრებო. დღეს გავაკეთებთ რამდენიმე საკმაოდ რთულ სავარჯიშოს ჰალვორსონის წიგნიდან How Logic Works. დამტკიცებები შესრულებული იქნება ბუნებრივი დედუქციის სისტემის მიხედვით ლემონის სტილში, ისევე როგორც ეს ჰალვორსონის წიგნშია, რა თქმა უნდა. ამ, და განვიხილავთ წესებს, დავიწყებთ ბიკონდიციური დებულების ნეგაციიდან გამოყვანების შესრულებით, ესაა 4.3-ის მე-6 სავარჯიშო. ეს სავარჯიშო რთულია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს არავითარი ბაზისური წესები, რომელიც ეხება ბიკონდიციური ნეგაციას, ასევე რაღაცა ჭკვიანური სტრატეგიის მოფიქრება მოგვიწევს. ან გასწავლთ ყველაზე ადვილ ხერხს, რას მივაგენი ამის დასამტკიცებლად, რა თქმა უნდა, ერთზე მეტი გზა არის ესეთ ტიპის დამტკიცებების შესაძლებლად და მე გავაკეთებ ბოლო სავარჯიშოს, სადაც მე-6-ს გამოვიყენთ, ხო, მე-7-ისთვის გამოვიყენთ მე-6-ს. და ასევე ბოლოს კომენტარებს გავაკეთებ დისფუნქციური ელიმინაციის წესზე და განახებთ, რომ ხანდახან, როდესაც ერთ დისფუნქციას უშვებთ, მე იმ დისფუნქციური დაშვების კონტექსტში სხვა დისფუნქციური დაშვების გაკეთებაც შეიძლება დაგჭირდეთ ხოლმე. ასე რომ შრეები ექნება დისფუნქციურ დაშვებს და ამაზეც მოკლედ გეტყვით. კარგი, იმისთვის რომ დავამტკიცოთ ეს მე-6 სავარჯიშო, უნდა გვახსოვდეს ის დამტკიცებები, რომელიც უკვე გავაკეთეთ, ეს სახელდება პოზიტიური პარადოქსი და ნეგატიური პარადოქსი. პარადოქსი იცით, რომ იმიტომ ქვია, რომ არაინტუიციურია, ის შედეგი, რომ P-დან გამომდინარეობს თუ Q მაშინ P, ანალოგიურად, რომ არა P-დან გამომდინარეობს თუ P მაშინ Q. ეს არაინტუიციურია, თუმცა მკაცრიაზე პარადოქსი არაა, იმიტომ რომ არანაირი წინააღმდეგობა ამაში არა, უბრალოდ არაინტუიციურია. კარგი, იმისთვის რომ მე-6-ე დავამტკიცოთ, გამოვიყენებთ შემდეგ შედეგებს, შუამავალ შედეგებს, რომელსაც დავეყნობით. აა, ეს არის პირველი შედეგი არის შემდეგი, რომ აა, აა, ეს დაშვებით და Q-ს დაშვებით შეგვიძლია გამოვიყვანოთ P, მაშინ მხოლოდ მაშინ თუ Q. შედეგის ცოდნა დაგჭირდება. და ანალოგიურად დაგჭირდება შემდეგი შედეგის ცოდნა, რომ არა P-დან და არა Q-დანაც გამომდინარეობს P მაშინ მხოლოდ მაშინ თუ Q. ორივეგან ერთნაირ ჭეშმარიტებითი ნიშნულობა აქვს P და Q-ს, აქ ჭეშმარიტი აქ მცდარი, შესაბამისად გამომდინარეობს, რომ P მაშინ მხოლოდ მაშინ თუ Q. კარგით. მოდი ამით დავიწყოთ. ეს ჰალვორსონთანაც მოცემულია, მაგრამ დამტკიცება არის საკმაოდ მარტივი, როდესაც პოზიტიურ პარადოქსს გამოვიყენებთ. ესე იგი, დავუშვებთ P-ს. შემდეგ დავუშვებთ Q-ს. P-დან პოზიტიური პარადოქსით გამომდის თუ Q მაშინ P. ეს არის 1-დან შემოკლებას რო ვაკეთებ ქათით აღვნიშნოთ პოზიტიური პარადოქსი. ეს დამოკიდებულია ერთიანზე. ცხადია, ამ პოზიტიური პარადოქსის სტრუქტურას მიყვება. ხოლო Q-დან დამტკიცებადია თუ P მაშინ Q. საუბრ ორიანზე დამოკიდებული. ეს არის ორიანი 10 პოზიტიური პარადოქსი. და შესაბამისად ამის კონუქციით შემოვიყვან ეგ 4-იანზე და 3-იანზე ვაკეთებ კონუქციის შემოტანას თუ Q მაშინ P დამოკიდებულია ცხადია 1-იანზე და 2-იანზე და 3-იანზე 4-იანზე გავაკეთე კონუქციის შემოტანა და შემდეგ ბიკონდიციური შემოტანის წესით გვაქვს P მაშინ მხოლოდ მაშინ თუ Q. ესაა დამოკიდებული 1-იანზე და 2-იანზე და 5-იანზე გავაკეთე ბიკონდიციური შემოტანა. კარგით, ესე გიცდება 6 საფეხურში გიცდება, რომ P და Q-დან გამომდინარეობს P მაშინ მხოლოდ მაშინ თუ Q.
ეს ჰალურსონსაც აქვს ნაჩვენები 4.3-ში. მოდი ახლა ვანახოთ, რომ არაპედან და არაქშიდანაც გამომდინარეობს იმაში ნახოთ მაშინ თუ Q. მოდი ეს წავშალოთ. ესე იგი, აქ უკვე გვაქვს არაპე და აქ გვაქვს არაქ. ამ ეხლა უკვე ნეგატიურ პარადოქსს გამოვიყენებთ, რომ არაპედან გამომდინარეობს თუ მაშინ Q. ეს იქნება ერთი ნეგატიური პარადოქსი. მოგედებულია ერთიანზე, ოთხიანზე თუ Q მაშინ P, ესაც ნეგატიური პარადოქსის სქემას მიყვება, თუ არა Q, მაშინ თუ Q მაშინ P. ხო? და ხედავთ, რომ იგივენაირად ვასკვნით P მაშინ მხოლოდ მაშინ თუ Q, ასე რომ ამას ბოლომდე აღარ დავწერ, ისედაც ხადია. ასე რომ ეს ორი შედეგი უნდა გავითვალისწინოთ. ნუ შეგვეძლო თვითონ დამტკიცებაში გავაკეთებინა ეს დამტკიცებოთ, მაგრამ შეგვიძლია საკმაოდ შევამოკლოთ ახლა ჩვენი ექვსიანის დამტკიცება. ნახავთ ეს როგორ წავა. ამ ესე იგი, რახან არ ვიცით არაფერი ბიკონდიციური ნეგაციის გამარტივებაზე. შესაბამისად, არაპირდაპირ დამტკიცების სტრატეგია უნდა მოვიფიქროთ, ჩვენ წამყვერ დავუშვათ. ერთიანი საჭმელი დაშვება. ეხლა გვჭირდება, მოდი დავუშვათ P და Q. P და Q-ს იმიტომ ვუშვებ, რომ ამ გამოვიყვანო P და Q-დან ვიცით, რომ გამოდის P მაშინ მხოლოდ მაშინ თუ Q, მერე მექნება კონტრადიქცია ამასა და P მაშინ მხოლოდ მაშინ თუ Q შორის და ერთ-ერთ ამოგდებას შევძლებ. ამოგდებას გავაკეთებ იმის მიხედვით, თუ რის დამტკიცება გვინდა. აქ გვინდა დამტკიცება P მაშინ მხოლოდ მაშინ თუ არა Q. შესაბამისად, Q-ს ამოვაგდებ და დავასკვნი არა Q-ს, ნუ ამას გავივლით კიდე. და მერე პირობით დამტკიცებით გვექნება თუ P მაშინ Q. ახლა მოდი ნელა გავყვეთ. წინაზე უკვე რახან ვაჩვენე საფეხურად, შეგვიძლია გავამარტივოთ და დავწეროთ უკვე P მაშინ მხოლოდ მაშინ თუ Q. ესაა დამოკიდებული ორიანზე და სამიანზე. და ორიანზე და სამიანზე გავაკეთე შემოკლება. ესე შეგვიძლია აღვნიშნოთ ეს, თუმცა ხო, შეგვიძლია რაღაც დაგვირქმია ამისთვის. რო ესე მტკიცდება, მაგრამ ცხადია ახლა რასაც ვაკეთებ. კარგი, ეს გვაქვს, ახლა ხუთიანზე შემოვიტან კონუქციას, ლამაზად გავყვეთ ჩვენს წესებს. ეს არის 1-4 კონუქციის შემოტანა. და ცხადია ეს დამოკიდებული არის 1-ზე, 2-ზე და 3-ზე. ჩვენი ყველა დაშვება გვჭირდება. კარგით, და ახლა რომელიმე ამოვაგდოთ 1, 2 და 3-დან, რომელიც ამოგდება შეგვიძლია რედუქციოს წესით. რომელი უნდა ამოვაგდოთ? Q, იმიტომ რომ გვჭირდება P მაშინ მხოლოდ მაშინ თუ არა Q. შემამსად ხვდები, რომ Q უნდა ამოვაგდო, დავწერთ აქ არა Q-ს. ეს დამოკიდებულია ერთიანზე და ორიანზე, ეს დაშვები დარჩა. და სამიანზე და ხუთიანზე ვაკეთებ რედუქციო ad absurdums. სამიანი არის ის, რისი ნეგაციას დავასკვენი და ხუთიანი არის ჩვენი კონტრადიქცია. ანუ სამიანის დაშვებით კონტრადიქცია გამოდის ერთიანი და ორიანის კონტექსტში. ოკეი, ეხლა მე-7-ზე დავწერ თუ P მაშინ არა Q. ეს გამომდინარეობს მუშაობს პირველის დაშვებით. და ეხლა გავაკეთებ პირობითი დამტკიცება ორიანზე და ექვსიანზე. ოკეი. ეხლა მარტო ერთიანის დაშვებით გამოვიყვანოთ თუ P მაშინ არა Q. ეხლა გვჭირდება გამოვიყვანოთ
თუ არ აქვს მაშინ პი. ამ ეხლა როგორ ვაკეთებთ ამას? ამ თუ არ აქვს მაშინ პი, ესე იგი არ აქვს დაშვება მჭირდება, რომ პირობითი დამტკიცება გავაკეთოთ და ანალოგიური ტექნიკით აქ რასაც დავწერ, იმის ნეგაციამდე მინდა ჩავიდე და ესეთ გვინდა რომ იყოს არაპი, იმიტომ რომ გამოვიყვანთ არაპის, ორმაგი ნეგაციის ელიმინაციას გავაკეთებ და დავასკვნით ის, აი ნახავთ ახლა. ესენი არის ახალი დაშვებები. აქედან შემოკლების წესით ვიცით, რომ გვაქვს p, მაშინ მხოლოდ მაშინ თუ q, ეს სუსტავიდან აგიხსენთ, ამას როგორ ვაკეთებთ, ესა 8-ზე და 9-ზე დამოკიდებული. ეს არის 8-იანი, 9-იანი ქათი. შესაბამისად მაქვს კონტრადიქცია. p, მაშინ მხოლოდ მაშინ თუ q და არა მართალი რომ i მაშინ მხოლოდ მაშინ თუ q ეს გამოვიყვანე პირველიდან და მეათედან კონქციის შემოტანეთ და ეს დამოკიდებული არის 1-ზე, 8-ზე და 9-ზე. ეს დანიშნულოვანია, რომ არ შეგეშალოთ, იმიტომ რომ ეს დაშვებები მჭირდება. ეხლა ამოვაგდებ არა p-ს, ესე გვექნება არა მართალი p, ეს დამოკიდებულია 1-8-ზე. ესე იგი, აბსურდამდე დავიყვანე 9-იანი 11-ის გამოყენებით რედუქციო ad absurdum. 13-ში მექნება p, ეს იქნება ორმაგი ნეგაციის ელიმინაცია. 12-ზე ორმაგი ნეგაცია და 14-ში დავასკვნე პირობით დამტკიცების მიხედვით თუ არ აქვს მაშინ p. ეს უკვე მარტო ერთიანზე იქნება დამოკიდებული, იმიტომ რომ აქვს დაშვება, არ აქვს დაშვება, ამოვაგდე. ესე იგი, გავაკეთე 8-იანი 13 conditional proof-ი. შემდეგ მე-15-ში გვექნება ბიკონდიციური p, მაშინ მხოლოდ მაშინ თუ არ აქვს. ეს იმიტომ, რომ აქ დავამტკიცე 7-იანში დავამტკიცე s, თუ p მაშინ არ აქვს და 14-ში დავამტკიცე თუ არ აქვს მაშინ p. შესაბამისად 7-იანი იყო. 7 და 14. ესეც კონექციის შემოტანას აღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ ცხადია, მაინც ქათი დავწეროთ. პირობითის ბიკონდიციური შემოტანა დამოკიდებულია მხოლოდ 1-ს. შესაბამისად, მხოლოდ ერთიანის დაშვებით, ჩვენ წარამწყვის დაშვებით, ეს არაფერი არა. მხოლოდ წარამწყვის დაშვებით შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ p მაშინ მხოლოდ მაშინ თუ არ აქვს. აი ესეთ საკმაოდ ელეგანტური დამტკიცებაა. ეკრანზე რომ გამოჩნდეს. საკმაოდ ელეგანტური დამტკიცებაა და ეს შემოკლებები გამოვიყენეთ. ეს ისედაც უნდა ყოველთვის თქვენს არსენალში უნდა იყოს, რომ ორივე და p და q-დანაც ბიკონდიციური გამოყენოთ და არა p და არა q-დანაც არის ბიკონდიციური გამოყენებული. აქ ნეგატიურ პარადოქსებს ვიყენებ, აქ ვიყენებ პოზიტიურ პარადოქსს. ოკეი. ეხლა 6-იანი რო გვაქვს, ეხლა 7-იანზე შემდეგნაირად შეგვიძლია ვიფიქროთ. აქ დემორგანის ეკვივალენციას გამოვიყენებ. აქაც ეხლა არაფერი არ გვაქვს მოცემული. ისე რომ არაპირდაპირ დამტკიცებას უნდა ვიფიქრო.
ესე იგი, ამის ნეგაციას დავუშვებ თლიანი ფორმულის. ეს არის i მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ q ან i მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ არის ან q მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ არის. სად ჩემი დაშვება. ხო. ეხლა რო იფიქროთ ეს ფორმულა რას სახს ის არისო სამი სადებულებო სიმბოლო რო გაქვთ, იქიდან ორს უნდა კონდეს ერთნაირი ჭეშმარიტებითი მნიშვნელობა. ესე იგი, p და q-ს თუ აქვს განსხვავებული ჭეშმარიტებითი მნიშვნელობა, ხო, ერთია თქვათ, მეორე ნულია, ხო? არი უნდა იყოს ან 1 ან 0. შესაბამისად ისე ვერ მოხდება, რომ ერთ-ერთი მაინც არ იყოს ჭეშმარიტი რა. ან p მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ q, ან p მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ არის, ან q მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ q მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ არის. ეხა აქ დემორგანის ეკვივალენციით გვექნება ან დისფუნქციის ნეგაცია გვაქვს. შესაბამისად იქნება კონუქცია ნეგაციების, ესე იგი გვექნება არა მართალი რომ p მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ q და არა მართალი რომ p მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ არის და არა მართალიო q მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ არის. ეს დემორგანით გამოდის ერთიანიდან ქათს ვაკეთებ დემორგანი. კარგით. ეხლა კონუქციის ელიმინაციის მიხედვით თითოეული კონუნქტი გვაქვს აქ და გვაქვს ბიკონდიციური ნეგაცია. ბიკონდიციური ნეგაციიდან რა გამოდის უკვე ვიცით. აქედან, ანუ ეს 6-იანი საორჯიშოს მიხედვით გამოდის p მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ არა q. ოკეი. აქ გამოდის p მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ არა არის. და 5-იანი. q მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ არა არის. ესენი ყველაფერი გამოდის ერთიანიდან და ქათია გაკეთებული მე-6 საორჯიშოზე რა. ესე შეგვიძლია აღვნიშნოთ. კარგით, ეხლა ტექნიკა ნახეთ რა იქნება აქ. ამ ამ ის დავუშვებ და p-დან გამოვიყვან კონტრადიქციას, შესაბამისად დავასხვნი არაფის. და შემდეგ არაპიდანაც გამოვიყვან კონტრადიქციას და შესაბამისად დავასხვნი უკვე რედუქციას გავაკეთებთ პირველზე. ეხლა ეს რატომ მუშაობს? იმიტომ რომ p-დან გამომდინარეობს არაკში. ხო? p-დან ასე გამომდინარეობს არა არის. და p-დან ახან გამომდინარეობს არaq, მეხუთეში არaq-დან გამომდინარეობს არის. შესაბამისად არის და არა არის გვექნება. და რაც არის კონტრადიქცია და p-ს ამოგდება შეგვეძლება. მოდი დავწერ ამას. ეს არის ახალი დაშვება. ესე იგი, აქედან გამომდინარეობს არaq, ეს იქნება ოპერაცია შევასრულებ 3-იანზე და 6-იანზე. ну 3-იანიდან გამომდინარეობს თუ p მაშინ არaq, აღარ ჩავწერ ამას, ხო? პირდაპირ დავწერო modus ponens-ი გავაკეთებ ბიკონდიციურზე, რა რაც შემოკლება. modus ponens-ი, cat plus modus ponens-ი ესე დავწერ. ესაა დამოკიდებული 1-იანზე და 6-იანზე. ჟვიანი. ეხა არა q, ანუ ეს ხო იგივეა 5-იანი, რაც არა არის, მაშინ q. შესაბამისად modus ponens-ით გვექნება არა არის, არა არის. ასე რომ არის მექნება 5-იანზე და 7-იანზე cat plus modus ponens-ი. ესეცაა დამოკიდებული 1-იანზე და 6-იანზე. ოკეი. და აქედან გამომდინარეობს p
კი არა, პი მაშინ მხოლოდ მაშინ თუ არა არიდან გამომდინარეობს არა მართალი რომ არის ესეცაა დამოკიდებული ერთიანზე და ექვსიანზე. აქ როგორ გავაკეთეთ ეს არის 4-იანი, 8-იანი, 4-იანი და 6-იანი, 10 პლუს მოდუს ბონუსი. ეს ამ შემოკლევებს იმიტომ ვაკეთებ, რომ ძალიან არ გაიზარდოს ეს დამტკიცება, მაგრამ ძალიან გამჭვირვალეა თითოეული საფეხური, ესე რომ სულ დამტკიცებად გადაგსაქცევად არავითარი სიძნელე არ გვაქვს. შესაბამისად გვაქვს არის და არა არის, ესაა დამოკიდებული ერთიანზე და ექვსიანზე. კონუქცია შემოვიტანე 8-იანზე. რიანზე და ცხრიანზე კონუქციის შემოტანა შესაბამისად 1-იან 6-დან რომელიმე სამუგდება შეგვიძლია. 1-იანი ვამოვაგდო, კი, მივიღებ იმას რისი მიღებაც მინდა, მაგრამ დაშვება მექნება ეგ პის და ეგ არ მაწყობს. ანუ პიდან რო ეს გამომდინარეობს, ეგ არ მაწყობს. მე მინდა რომ არც ერთ დაშვების გარეშე რო გამომდინარეობს თავდაპირველი ფორმულა ეგ ვაჩვენო. შესაბამისად პი ამოვაგდოთ და გვექნება არა პი ერთიანზე დამოკიდებული მხოლოდ ეს იქნება რედუქციო ad absurdum-ი 6-იანზე და 10-ზე. ეხლა ზუსტად ანალოგიური ლოგიკით ცხადია, რომ არაპიდან გამოვა კონტრადიქცია. რატო? იმიტომ რომ არაპიდან გამომდინარეობს Q, აქ მოდუს ტოლნესით რო ვიფიქროთ, არა Q, მაშინ P. არაპი შესაბამისად არა Q, რაც იგივე რაც Q. ასე რომ აქედან გამოდის Q, Q-დან გამოდის არა არის, ხო? ამ და აქედან გამოდის კიდე არა არის. ასე რომ ისევ გვაქვს არის და არა არის. ამ ესე იგი ჩავალთ ისევ კონტრადიქციამდე, ანუ საკმაოდ ადვილია ეს, ესე იგი აქ გვექნება, მოდი ვთქვათ, დავწერ ins, ესე იგი აქ გვექნება Q, პირდაპირ შევამოკლებ ამას. ესაა დამოკიდებული ერთიანზე მხოლოდ და ესე იგი მოდუს ტონესი გავაკეთე 3-იანზე და 11-ზე. ხათ მოდუს ტონესი, ხო, არაფერი თუ არის, არა Q, რაც იგივე რაც Q. 13. Q-დან გამომდინარეობს არა არის. ეს არის 5 12 მოდუს ტონესი. და 14. 4-დან გამომდინარეობს რახან მაქვს არაპი, შესაბამისად გამომდინარეობს არა არის. ხო? ეს იქნება, მოდი არს დავწერ, მოკლედ და წერო დაიგნეთ. ეს არის აი აქ 4-იანზე და 11-ზე მოდუს კაც პლუს მოდუს ტონესი. ხო? არა არის მაშინ პი, არა პი, შესაბამისად არა არის, კონტრადიქცია გვაქვს აქ და ამოვარდება ერთიანი და დავსვით იმას ისი დასკვნაც გვინდა. აი ესე მტკიცდება ეს. ნუ სრულად რო ჩავწეროთ, საკმაოდ ბევრი საფეხური გამოვა, მაგრამ იმ შემოკლებებით, რაც გითხარით, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ტექნიკა არის ეს. ესე იგი, ხო, პის დავუშვებთ, მე ვანახებთ, რომ კონტრადიქცია გამომდინარეობს, ესე იგი უნდა გქონდეს არაპი და არაპიდანაც გამოვიყვან კონტრადიქციას და თავდაპირველ დაშვებას ამოვაგდებ, რომ არა ამართალი ეს გრძელი დისფუნქცია და ხო, მივიღებ არა ამართალი, არა ამართალი გრძელი დისფუნქცია და ორმაგი ნეგაციის ელიმინაციით მივიღებთ ამ ფორმულას. ეს მტკიცდება მე-7. აქ დისფუნქციის ელიმინაციად შეგეძლოთ გამოგეყენებინათ, აქ მე პი ან არაფი დაგეშვათ და ორივე დაშვებით ანახებდით, რომ კონტრადიქციამდე ჩადიხართ. ზუსტად იგივე ტექნიკა არის აქ.
კარგით. ბოლოს ვისაუბრებთ, რომ დისფუნქციის ელიმინაციას, როდესაც ვაკეთებთ, ერთი დისფუნქციის დაშვების კონტექსტში შეიძლება კიდე ახალი დისფუნქციის ელიმინაცია გავაკეთოთ, რა. და უცბად აგიხსნით ამას. ესე იგი, მინდა გამოვიყვანო, რომ აქ ფრჩხილების განლაგებას აზრი არ აქვს, რომ P ან Q ან არის იგივე რაც P ან Q ან არის. მარცხნა მარჯვნივ დავამტკიცებ მარტო იმიტომ, რომ ანალოგიური დამტკიცება აქვს ზუსტად. მ, ჩემი დაშვება. ეხლა დისფუნქციის ელიმინაცია რო გავაკეთო, ჯერ დავუშვებთ P-ს. P-დან ტრივიალურად გამომდინარეობს პირველი ფორმულა. P ან Q ან არის ესა მარტივი ორიანზე დისფუნქციის შემოტანა, რაც დამოკიდებულია მარტო ორიანზე. ეხლა ოთხიანი. ოთხიანში გვაქვს Q ან არის. ესა ახალი დაშვება. იმისთვის რომ აქ რამე გავაკეთოთ, იდე დაშვების კონტექსტში ახალი დაშვების შრომ უნდა შემოვიტანო. აქ დავუშვათ Q. Q-დან გამოდის Q ან არის ხუთიანზე დისფუნქციის შემოტანა. შემდეგ გამოვიყვან P ან Q ან არის და 6-იანზე დისფუნქციის შემოტანა. ყველაფერი ზუსტად მიყვება დისფუნქციის შემოტანის წესებს. როგორც შეგიძლიათ ოფიციალურ წესებში ვნახოთ. ეგ შუდან შევძელი რამის დამტკიცება. ამ ახალ დაშვებას გავაკეთებ. ეს არის. არიდან გამომდინარეობს Q ან არის. რიანზე დისფუნქციის შემოტანა. ჩვენც იყო საჭირო. მნიშვნელობა და მოგვანთ P ან Q ან არის. ბოლოთ მერვე დაშვებით 9-იანზე დისფუნქციის შემოტანა. და ეხლა დისფუნქციის ელიმინაციას ვაკეთებ. ამაზე. ამ ესე იგი, ეს არის დისფუნქციის ელიმინაცია 6-იანზე. ამ ამ ბოდიში ამაზე ვაკეთებ დისფუნქციის ელიმინაციას 4-იანზე. ხო? ანუ 4-იანიდან ჩავედი ჯერ Q დავუშვი, ხო? შემდეგ გამოვიყვანე ეს და მე არის დავუშვი და გამოვიყვანე ეს. ისე რომ ვიწყებ 4-იანით, შემდეგ დავუშვი 5-იანი, 5-იანიდან გამოვიყვანე 7-იანი, შემდეგ მერვე და მერვედან გამოვიყვანე 10-იანი. ხო, ეს იქნება დისფუნქციის ელიმინაცია ამ საფეხურებზე და რაზე არის ეს დამოკიდებული? ეს დამოკიდებული არის რაზეც გავაკეთე თავდაპირველი დაშვება, ეს იყო 4-იანი. ჩემი დისფუნქტი. ხო. ეხლა ნახეთ, P-დან გამოვიყვანე ის რის გამოყვანაც მინდოდა და მეორე დისფუნქტიდანაც გამოვიყვანე ის რის გამოყვანაც მინდოდა. შესაბამისად, 12-ში ისევ იგივე რაღაცას წერ და ვაკეთებ ახალ დისფუნქციის ელიმინაციას. P ან Q ან არის.
ამ ეს დამოკიდებული იქნება მარტო პირველზე და ვნახოთ დისფუნქციის ელიმინაცია რაზე გავაკეთე. ამ ერთიანზე ერთიანი, შემდეგ ორიანი პირო დავუშვი. ორიანიდან გამოვიყვანე ამ სამიანი პირდაპირ. მერე დავუშვი მეორე დისფუნქტი 4-იანი და 4-იანიდან ჩავედით 11-ზე. ანუ ესე იწერება ეს. აქაც დისფუნქციის კონტექსტში გვაქვს სხვა დისფუნქტი. მოკლედ ეს არის დისფუნქციური დაშვებების შრეების ტექნიკა და ხო, ნახეთ ეს ორი საკმაოდ რთული დამტკიცება და მესამე ტექნიკა. და თქვენს ამ პოზიტიურ და ნეგატიურ პარადოქსთან ცადეთ რომ იმუშაოთ და დამტკიცებების დროს გაგახსენდეთ რომ ამ ტექნის გამოყენება შეგიძლიათ. კარგით, მადლობა, ეს იყო დღევანდელი ლექცია.